ღვიძლის ცხელი სალათა დუშეთის ქათმის პროდუქტთან ერთად. და როდესაც ქათამს ვერჩევთ, რა თქმა უნდა, დუშეთის ქათამი. და დავიწყოთ მზადება. ღვიძლს კარგად გავრეცხავთ, დავასხავთ რძეს და დავაყოვნებთ. ამასობაში მოგრძო ნაჭრებად დავჭრე სხვადასხვა ბოსტნეულს, წითელ ხახვს, წითელ დამწვანე ბულგარულს, სტაფილოს, ნიორს და ქინძს წვრილად დავკებავ. დაჭრილ ბოსტნეულს გარდა ქინძისა სრულად გადავიტან ტაფაზე, მოვთუშავ კარგად ზეითუნის ზეთში და როდესაც თითქმის დარბილებული იქნება, გადმოვიტან ცალკე. იმავე ტაფაში ვამზადებ ღვიძლს, რომელსაც დავასხავ ცოტა წითელ ღვინოს, დავუმატებ მარილს, ქონდარს და კოწახურის მარცვლებს. კარგად დავბრაწავ, გადმოვდგავ ცეცხლიდან და გადავურევ მოთუშულ ბოსტნეულს. საოცარი ღვიძლის ცხელი სალათა მზად არის, რომელიც ცივით ძალიან გემრიელია.